ამბობენ კატასტრო 900 აქო და პირველი ცხრა რო დავთვალე, მე მივხვდი რომ შეიძლება ულიმიტო გაქვთ ჩართული. შეიძლება არ გამოურიცხავ, მაგრამ ხო არ იცი, იმიტომ რომ მაგალითად შემიძლია ესეთი მაგალითიც მოვიყვანო. ცხონებული თევზაძე გიორგი, ანუ იყო თევზის ვეძახდით, იყო ძალიან ესეთი რა, ქუჩის რბოლებით იყო დაკავებული და ხშირად ქონდა ესეთი ის, რომ პროფესიულად ჩართული იყო სპორტში, ჩართული იყო პროფესიულად და ანუ ქუჩას როგორღაც იქნებ შეეშვას, ესე ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში მე ჩემი მხრივ და ქონდა მასთან მსჯელობა, სადაც აი ესეთივე მსჯელობა და თქვით, რომ იღბალს შეიძლება ლიმიტი აქვს, ანუ ისიც თვლიდით, რომ ძალიან იღბლიანი იყო და ერთმანეთთან მსჯელობაში ვთქვით, რომ შეიძლება ამას სადღაც ლიმიტი აქვს და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თვითონ გვერდზე იჯდა, როდესაც შეეჯახნენ ხეს და დაიღუპა და ძალიან გული დაგწყდა რა თქმა უნდა ყველას და მაშინ გავამყარე ჩემი და მისი ეს ნამსჯელი, ოდესღაც რომ შეიძლება ხო ამას სადღაც ლიმიტი აქვს და ეს ლიმიტი შეიძლება უკვე საჭესთან საერთოდ არ იყო და ისე ამოგეწუროს, როცა რისკავ ავტომობილის მართვას ამას გულისხმობ, მაგრამ რეალურად ეს ლიმიტები რა შეიძლება მართლა სადღაც არსებობს, კაცმა არის ეს რეალურია თუ არა, შეგრძნების დონეზეა თუ კაცნობიერის თუ როგორ არის, მაგრამ რატომღაც ჩემთვის ესე ჩამოყალიბდა, რომ ამას შეიძლება სადღაც რაღაც ლიმიტი ქონდეს, რომელიც შეიძლება გათავდეს.